მოგესალმებით, უხეში არხის სახელით მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო ახალ კანონთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჯარიმდება ავტომობილზე, მაყუჩებს ეხება რა თქმა უნდა ეს თემა და აქ მინდა ჩემი მოსაზრება დავაფიქსირო. პირველ რიგში მოულოდნელი არ იყო, მოსაოდნელი იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რამოდენიმე უპასუხისმგებლო ადამიანის გამო, რომლებიც ღამე გაზაობდნენ და აწუხებდნენ მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან ეს კანონი შემოვიდოდა, ძალაში შევიდოდა ეს კანონი და ბევრი ადამიანი დაჯარიმდებოდა და ზუსტად ეგრეც მოხდა. ეს კანონი უნდა არსებობდეს, ერთადერთი მე იმას ვფიქრობ, ჩვენი არხის სახელით იმას ვფიქრობთ, რომ ზედმეტად მკაცრია, თუ რაიმენაირად შეიძლება რომ არ იყოს ეგეთი მკაცრი, ანუ ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია გთხოვოთ, ვისაც გეხებათ, რომ რამენაირად ცოტა მომიერები იყოთ ამ ხალხის მიმართ და უბრალოდ ქუჩაში არ ჩამოყაროთ და მანქანები არ წაართვათ. ზოგადად ესეთი კანონი უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ ძალიან აწუხებენ მოსახლეობას ის კატეგორია, იმ ხალხის კატეგორია, რომლებიც ღამე დაგაზაობენ და ზოგადად ქალაქში გაზაობაზე ყოველთვის ვიძახი ხოლმე, რომ არ შეიძლება და წამოდით ავტოდრომზე, ორი ავტოდრომი გვაქვს, ერთია ლილოში, ერთია რუსთავში და შეგვიძლია ადრენალინი იქ დავხარჯოთ. კი, ეს კანონი შეიძლება რაღაც მხრივ ჩვენ არ გვეხებოდეს, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება კანონები დავიცვათ, ყველანაირად ვცდილობთ, სიჩქარე იქნება ეს, პარკირება იქნება თუ ხმაური იქნება ქალაქში, ყველანაირად ვცდილობთ, რომ არაფერი არ დავარღვიოთ. მაგრამ აი იმ ხალხის გამო, იმ უპასუხისმგებლო ხალხის გამო ყველა მოვხვდით ერთ მორევში. ამიტომ ჩემი აზრი ის არის, რომ ეს კანონი უნდა არსებობდეს, თუმცა ესეთი მკაცრი არ უნდა იყოს. კიდევ ერთხელ გთხოვთ, ცოტათი შევავსუბუქოთ ეს წესები.